30 ივლისს რუსეთმა შეტევა დაიწყო. ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები უკრაინაში შევიდა. მათთან ერთად იყო 11 დრონები, ასობით. ეს იყო შოკისა და ძრწოლის საჰაერო იერიში, ისეთი როგორც რუსეთმა არაერთხელ გვიჩვენა ადრე. მაგრამ ამ დღეს უკრაინამ მოახერხა ის, რაზეც პუტინი მხოლოდ ოცნებობს, 93%-იანი ჩაჭრის მაჩვენებელი. რეკორდული რაოდენობის რუსული იარაღი განადგურდა ერთ ღამეში, როცა დრონი დრონის შემდეგ ეჯახებოდა თითქმის გაუვალ უკრაინულ საჰაერო თავდაცვის კედელს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველაფერი გაამხილა რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 30 ივლისის საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო დამცველები შეაქო. მან არნიშნა, რომ მობილური საცეცხლე ჯგუფების, ავიაციისა და მჭერი დრონების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ზიანი, რომელიც რუსეთის იერიშს მოჰყვა და რომლის მიზანიც სამხედრო ობიექტების განადგურება არ ყოფილა. პუტინს ტერორის დათესვა სურდა, შიშის გაჩენა სურდა და მისი ბოროტი გეგმა, როგორც ხშირად ხდება, იყო იარაღის გაშვება უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ უკრაინის ქალაქებში. უკრაინის ცის დამცველთა პროფესიონალიზმი გამოიკვეთა იმ ღამეს, რომელიც შეიძლებოდა ბევრად უფრო დამანგრეველი ყოფილიყო, ვიდრე აღმოჩნდა, რადგან რეკორდული რაოდენობის რუსული იარაღი განადგურდა უკრაინის ცეცხლის ქვეშ. რაც 30 ივლისს ვიხილეთ, არ ყოფილა გამონაკლისი. ეს იყო ევოლუციის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალის ტრანსფორმაციის შედეგი, რაც რუსეთს ერთი წლის წინაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა. დავბრუნდეთ 2025 წლის დასაწყისში. იმ დროს უკრაინამ რუსული დარტყმის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალი ჰქონდა, ვიდრე ახლა. ეს მაჩვენებელი მერყეობდა, თუმცა როგორც წესი, 70%-ის შუა და 80%-ის დასაწყისის ფარგლებში იცვლებოდა. რუსეთის ძალიან ბევრი დრონი ახერხებდა გარღვევას. პუტინმა დაავალა, რომ აშენებულიყო მეტი შაჰიდის ტიპის დარტყმითი დრონი, ვიდრე ოდესმე და მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას გადატვირთა. გადავიდეთ 2026 წლის ზაფხულზე და ახლა სულ სხვა ამბავია. დღეს რუსეთის დრონები ისევ საშიშია, მაგრამ ისეთი მომაკვდინებელი აღარ არის, როგორც ადრე. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ნაკლებს აწარმოებს ან მათი დრონები გაუარესდა. ძირითადად ასეა, როგორც მოგვიანებით გაიგებთ. ეს იმიტომ, რომ უკრაინა უკეთესად ახერხებს მათ შეჩერებას. 30 ივლისი და მისი 93%-იანი შეჩერების მაჩვენებელი. თვის გამორჩეული მოვლენა იყო, მაგრამ ივლისს მანთლიანობაში აჩვენა გარდატეხა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ შეძლო ჩამოეგდო შაჰიდის, იტალმასის, გბერას და სხვა საბრძოლო დრონების 90%-ზე მეტი, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე გაუშვა. როდესაც ამას რაკეტების განადგურებასაც დაუმატებთ, უკრაინამ დაახლოებით 5300 საჰაერო საფრთხე გაანადგურა. იმ 6000-დან, რაც რუსეთმა თვეში მისკენ გაუშვა. ეს სრულყოფილი ჩამოგდების მაჩვენებელი არ არის. და არსებობს ბალისტიკური რაკეტების პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. მაგრამ როდესაც საქმე რუსულ დრონებს ეხება, უკრაინის საჰაერო თავდაცვა ახლა უფრო ეფექტურია, ვიდრე ოდესმე მას შემდეგ, რაც პუტინმა თავისი შეჭრა დაიწყო. ეხლა მიზანია უკრაინამ გაამყაროს ის სტაბილურობა, რაც ახლა უკვე აქვს. უკრაინის მიზანი, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი აცხადებს, არგრის იმ დონემდე მისვლა, რომ რუსეთის საჰაერო საფრთხეების 95%-ის ჩამოგდება შეძლოს. უკრაინა ამ მიზანს 30 ივლისს ძალიან მიუახლოვდა. ის შეისწავლის მომხდარს შემდგომი ანალიზის გზით, რათა გაიგოს რა გააკეთა კარგად და რაზე შეიძლება ააგოს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჩამოგდების მაჩვენებელი. მაგრამ 93% ძალიან დიდი რიცხვია. ეს არის რეკორდული პროცენტი რუსული საჰაერო შეტევის საშუალებების, რომლებიც ან ჰაერში ააფეთქეს, ან ისე გადაამისამართეს, რომ არაფერ მოხარაფერს მოხდა. და უკრაინამ უნდა იამაყო, მაშინაც კი როცა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ნაბიჯებზე. რა თქმა უნდა, აშკარა კითხვაა, როგორ მოახერხა უკრაინამ ეს? ადვილი იქნებოდა იმის თქვა, რომ ყველაფერში გადამჭერი დრონები იყო პასუხისგებელი და ამ დრონებმა მართლაც დიდი ცვლილება შეიტანეს უკრაინის გადაჭერის მაჩვენებლებში. მას შემდეგ რაც ისინი გამოიყენეს. 2026 წლის პირველ 4 თვეში უკრაინამ 2.6-ჯერ გაზარდა გადამჭერი დრონების წარმოება, როგორც მაისში გამოაცხადა ფედოროვმა. და ამ გადამჭერმა დრონებმა 2-ჯერ გაზარდეს იმავე პერიოდში ჩამოგდებული შაჰიდის ტიპის დრონების რაოდენობა. უკრაინა აღიარებს ამ ეკონომიური გადამჭერი დრონების მნიშვნელობას, რომელთა აშენებაც ხშირად მხოლოდ რამდენიმე $1000 ან ზოგჯერ ნაკლებიც ღირს. მისი დრონების მწარმოებლები მუშაობენ გადამჭერი დრონების შემდეგ თაობაზე, როგორიცაა Sting 2, რათა დაუპირისპირდნენ ახალ რუსულ დარტყმით დრონებს, რომლებიც რეაქტიულ ძრავებს იყენებენ და ამით ახერხებენ მიმდინარე თაობის დამცავი დრონების გვერდისავლას. ამიტომ უკრაინის გადამჭერი დრონები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ერთ ღამეში სამიზნეების 93%-ის განადგურებაზეა საუბარი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სულაც არ. მთელი ისტორიის დანარჩენი ნაწილი კულისებს მიღმა განვითარდა და ის უკავშირდებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის სრულ გარდაქმნას, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ისე დღე, ისეთი დღეები, როგორიც იყო 30 ივლისი. უკვე 2025 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო უფრო მეტი წარმატების მიღწევა ვიდრე ოდესმე, თავისი მასიური დარტყმითი დრონების ჯგუფების წყალობით, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დაიწყო ახალი ტექნიკებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებსაც მოგვიანებით ჩამწრელები დაემატა.
მობილური საჰაერო თავდაცვის ჯგუფები შეიქმნა და უკრაინის მასშტაბით განაწილდა, რაც შესაძლებელს ხდიდა სწრაფ რეაგირებას რუსეთის საჰაერო თავდასხმებზე. უკრაინა ასევე გასცდა არსებულ სამხედრო რადარებს და დაიწყო სამოქალაქო რადარის სისტემების ინტეგრაცია თავის საჰაერო ფარს. ყველაფერი, რაც დრონის ან რაკეტის დაფიქსირებას შეძლებდა, მისაღები იყო და ამ ნაბიჯმა უკრაინას მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო ღრმა და ძლიერი რადარის დაფარვა მისცა. ესეთი სისტემები, როგორიცაა დელტა, რომელიც ცენტრალიზებულ კომუნიკაციასა და მონაცემების გაზიარებას უზრუნველყოფდა, უკრაინის ძალებს შორის ასევე გაფართოვდა. ისინი გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძინეს. მონაცემების უფრო სწრაფმა გაცვლამ დამატებითი სისწრაფე მისცა მობილურ საჰაერო თავდაცვის ჯგუფებს, რომლებიც უკრაინამ შექმნა. ამ პერიოდში უკრაინა ქმნიდა სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევდა ადგილზე გამოეთვალათ და დაენიშნათ საჰაერო დაფარვა, რაც შეიძლება რეალურ დროში. უკრაინას ასევე დაეხმარა მისი საერთაშორისო პარტნიორები. მოწოდებულია თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე ადრეული აღმოჩენის სისტემები, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს დააფიქსიროს მოახლოებული საფრთხეები მაშინვე, როგორც კი ისინი გადაკვეთენ საზღვარს და ზოგჯერ მანამდეც კი. ზოგიერთ შემთხვევაში უკრაინა ახერხებს რუსული დრონების ჩამოგდებას მაშინაც კი, როცა ისინი ჯერ კიდევ პუტინის ტერიტორიაზე დაფრინავენ, რაც ხაზს უსვამს ამ ადრეული გაფრთხილების სისტემების მნიშვნელობას. ეს ყველაფერი იყო საფუძვლის ჩამთვლელი სამუშაო. უკრაინის ჩამთვლელი დრონების წარმატება ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. უკრაინის მობილური საცეცხლე ჯგუფები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი წარმატებისთვის 30 ივლისს. ამ ჯგუფების უმეტესობა შედგება უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლებისგან, ასევე მოხალისეებისგან, რომლებიც მზად არიან უკრაინის ზურგში იმსახურონ საკუთარი ხალხის დასაცავად. თითოეული ამ ჯგუფიდან აღჭურვილია საჰაერო თავდაცვის იარაღების ნაკრებით. მათ შორის არის უპილოტო ჩამჭერი აპარატები, პორტატული სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ანტისაჰაერო ტყვიამფრქვევები. ისინი ასევე იყენებენ ყველგანმავალ მანქანებს, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სწრაფად დაიკავონ პოზიცია, როცა მოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის კიდევ ერთი შაჰიდის დრონების ჯგრონების ჯგუფი მოახლოვდება. News Sky-ის ინფორმაციით, ამ მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა 2026 წლის ივლისში რუსეთის დრონების ჩამოგდებების 60% მათ ანგარიშზე იყო, რაც მათ ეფექტურობასა და სასიკვდილო ძალას უსვამს ხაზს. და ისინი მართლაც უნდა იყვნენ სასიკვდილო. ამ ჯგუფებიდან თითოეული წევრი გადის ფართო და ინტენსიურ მომზადებას, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირა და მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ღამის პირობებში მოქმედებით, დამთავრებული სწრაფი განლაგების პროტოკოლებით. ეს მომზადება საკმარისად კარგია იმისთვის, რომ სამოქალაქო პირები დამცველებად გადაიქცნენ. და კიდევ მეტია, მობილური საცეცხლე ჯგუფების, ჩამჭერი დრონებისა და იმ აღმოჩენის სისტემის გარდა, რომელიც ვახსენეთ, უკრაინას კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის ხრიკი აქვს. გამანადგურებლები როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე დასავლური. სწორედ პირველებმა გამოიჩინეს თავი. 30 ივლისს უკრაინის Su-27-ისა და MiG-29-ის პილოტებმა ყურადღება არ გაამახვილეს დარტყმის დრონებზე. მათი ამოცანა იყო რუსეთის რაც შეიძლება მეტი ფრთოსანი რაკეტის განადგურება. ზუსტად ეს გააკეთეს. რუსეთის 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა უკრაინის პილოტებმა ჩამოაგდეს. ზუსტად ისე, როგორც მობილური საცეცხლე ჯგუფები, ეს პილოტები რეალურ დროში იღებენ ინფორმაციას მიწაზე განთავსებული რადარის სადგურებიდან, რაც მათ საშუალებას აძლევს გაფრინდნენ დარტყმის ზონისკენ, მანამ სანამ ეს ზონა პრობლემად იქცევა. უკრაინის თვითმფრინავები ახლა აღჭურვილია ელექტრონული ბრძოლის კომპლექტებით, ჰაერი ტიპის რაკეტებით და ინფრაწითელი მახეებით. ერთად აღებული ისინი საშიში თავდაცვითი რესურსებია, როგორც მათ დაამტკიცეს უკრაინის რეკორდული ღამის განმავლობაში. დასავლური თვითმფრინავები, როგორიცაა F-16-ები, რომლებიც უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო, ასევე ჩართულია. თუ რამეა, ისინი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყვნენ, ვიდრე საბჭოთა თვითმფრინავები. 2026 წლის იანვარში Aviation Week იუწყებოდა, რომ უკრაინის F-16-ებმა თავიანთი 1000 საჰაერო მიზანი გაანადგურეს. მას შემდეგ სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ასეული დაემატა, თუმცა არ ვიცით 30 ივლისს გაზარდეს თუ არა საერთო შედეგი. შეამჩნევთ, რომ აქამდე ძალიან იშვიათად გვიხსენებია რუსეთის ბალისტიკური რაკეტები. ამის მიზეზი არსებობს, რომელსაც მალე განვიხილავთ. მაგრამ ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ 30 ივლისი ერთადერთი დღე არ ყოფილა, როცა უკრაინა ბოლო დღეებში რეკორდი მოხსნა. 2 აგვისტოს უკრაინის სასაზღვრო დაცვამ საკუთარი რეკორდი დაამყარა, როდესაც მათ ჩერნიგოვის რეგიონში რუსული სადაზვერვო დრონი Zala Z-20 ჩამოაგდეს. დისტანცია განსაცვიფრებელი იყო. უკრაინამ რუსული დრონი განსაცვიფრებელ სიმაღლეზე 6858 მეტრზე, ანუ 6.85 კილომეტრზე, ჩაუმეტრზე, ჩამოაგდო. რუსეთის Zala Z-20-ის არანაირი შანსი არ ქონია შანსი. მას ბევრად უფრო დიდი მოქმედების რადიუსი აქვს, ვიდრე ჩამომგდებს. 100 კილომეტრი. მაგრამ რადიუსიდან გასვლა ბევრს არ ნიშნავს, როცა დრონი, რომელიც ყველაფრის დანახვისთვისაა შექმნილი, ვერ ამჩნევს ჩამომგდებს, რომელიც უკნიდან უახლოვდება. რუსული დრონი ჰაერში აფეთქდა. ზუსტად ისე, როგორც იმ საჰაერო ობიექტების 93%, რომლებიც რუსეთმა 30 ივლისს უკრაინის მიმართულებით გაუშვა. სამწუხაროდ უკრაინისთვის ყველაფერი კარგი ამბავი არ იყო. 93%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი შთამბეჭდავი. თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებობს ხარვეზი, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეივსოს. მაგრამ შეივსება ეს ხარვეზი. დარჩით ჩვენთან და გაიგებთ. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევავთ თემაში, ეს არის სამხედრო შოუ. კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს თქვენთვის, ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი შემდეგი გადაცემები. უკრაინის რეკორდული 30 ივლისის. მეორე მხარე ის არის, რომ რუსეთმაც გარკვეული წარმატება მოიპოვა თავისი ერიშით.
უკრაინის გადაჭერის ჯგუფებმა შესანიშნავად იმუშავეს, რომ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაეცვათ. მაგრამ 93%-იანი გადაჭერის მაჩვენებელი მაინც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გაშვებული საბრძოლო საშუალებების 7%-მა უკრაინის საჰაერო თავდაცვის კედელი გაარღვია. და იარაღები, რომლებმაც ეს შეძლეს, ყველაზე ძლიერი რაც ძლიერი იარაღებია, რაც რუსეთს აქვს. რუსეთის თავდასხმის შემდეგ Kiev Independent-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. დამატებით 50 ადამიანი დაშავდა. უმეტესობა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ყველაზე დიდი ტრაგედია კრივოი რიხში მოხდა, სადაც ერთი ოჯახის სულ მცირე 5 წევრი დაიღუპა, როდესაც რუსული ჭურვი მათ სახლს მოხვდა. ეს ჭურვი ბალისტიკური რაკეტა იყო. და სწორედ ამ იარაღის წინააღმდეგ სჭირდება უკრაინას სასტაუკრაინას სასწრაფოდ გამოსავლის პოვნა, რათა უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნავყოს, ვიდრე ამას დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი იძლევა. ბალისტიკური რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სტრატეგიის მთავარი სიფთულია. ზელენსკიმ თავად გაამჟღავნა ეს. 1 აგვისტოს კიევზე კიდევ ერთი თავდასხმის შემდეგ, რომელმაც კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ზიანი რაკეტებმა მიაყენეს. უკრაინამ მხოლოდ ერთი შეძლო ჩამოეგდო იმ 27-დან, რომელიც რუსეთმა 1 აგვისტოს გაუშვა. ამან ზელენსკი კიდევ ერთხელ აიჯულა დასავლეთის ქვეყნებისთვის მიემართა მეტი გადამჭერი რაკეტის, განსაკუთრებით კი უკრაინის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, მიწთვის მიწოდების თხოვნით. უკრაინას პრაქტიკულად აღარ დარჩა, განაცხადა ზელენსკი. თუ უკრაინა ვერ მიიღებს მეტ რაკეტას რუსეთისგან მომდინარე ყველაზე მძიმე საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად, კიდევ მეტი დღე იქნება, როცა კრემლში მყოფი ომის დამნაშავე უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას მოკლავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებს ესმოდეთ, ეს სისტემები არ არის საჭირო საწყობებში ჰიპოთეტური სცენარებისთვის, არამედ აქ და ახლა, განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, ყოველი ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს იხსნის და ყოველი ღამე, როცა ისინი არ გვაქვს, მსხვერპლს იწვევს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი თხოვნები უკვე არაერთხელ გაუკეთებია. მისი გამოწვევა ისაა, რომ უკრაინის მოკავშირეებს საკუთარი თავდაცვაც აქვს აფიქრად. საკუთარი საჰაერო თავდაცვის ყველა რაკეტის გადაცემა არ არის შესაძლებელი. რამდენადაც ეს უკრაინასაც დაეხმარებოდა. პატრიოტის რაკეტების შეძენა უკრაინისთვის ახლა უფრო რთულია ვიდრე ოდესმე. ოპერაცია Epic Fury სწორედ ამის მიზეზია. მიჩნეულია, რომ აშშ-ში ომამდე არსებულ დაახლოებით 2330 პატრიოტის რაკეტიდან უკვე 1430 გამოიყენეს. ამის შესახებ BBC-მ ივლისის ბოლოს გავრცელა ინფორმაცია. აშშ ბუნებრივია თავს იკავებს უკრაინისთვის მეტი რაკეტის მეკედვისგან და რა თქმა უნდა, უფასოდ არანაირს არ გადასცემს. ეს უკრაინის მოკავშირეებსაც ხელებს უბამს, რომლებიც შესაძლოა ზელენსკის თხოვნაზე პასუხისგაცემაში დახმარებას პერლის სისტემის მეშვეობით შეძენით შეძლებდნენ. ასე რომ უკრაინას ბალისტიკური რაკეტების პრობლემა აქვს. და ვარიანტებია. გადამჭერი რაკეტების წარმოება მათ შორის იმათის, რომლებსაც უკვე იყენებს, ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად განიხილება. ივლისის შუა რიცხვებში საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას ლიცენზიებს აძლევს, რათა მან რამდენიმე ტიპის ფრანგული იარაღი აწარმოოს, მათ შორის სკალპის რაკეტები და ESM ჰამერის მართვადი ბომბები. ასევე სიაში იყო ასტერის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომლებიც გამოიყენება SAMP-T სისტემებში, რაც უკრაინას აქვს. უკრაინისთვის კიდევ უფრო სასიხარულო იყო ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე თქვა, რომ უკრაინას მიეცემა უფლება პატრიოტის რაკეტები ლიცენზიის საფუძველზე აწარმოოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და ქვეყანა უკვე აქტიურად მუშაობდა იმ პარტნიორობების ჩამოყალიბებაზე, რაც საჭირო იყო წარმოების, რაც შეიძლება სწრაფად დასაწყებად. კიდევ მანამდე, სანამ ტრამპის განცხადება შეიძლებადან აუცილებლადზე გადავიდოდა. 23 ივლისს ზელენსკიმაც კი გამოაცხადა, რომ რეითიონი, რომელიც პატრიოტის რაკეტების ერთ-ერთი მწარმოებელია, დათანხმდა მათ ერთობლივ წარმოებას უკრაინასთან ერთად. საქმე სწრაფად მიდიოდა. მაგრამ მინსკი ყურადღებას აქცევს ტრამპს, იცის, რომ რასაც ის ამბობს და რასაც აკეთებს, ხშირად ორი სრულიად განსხვავებული რამაა. ასე ჩანს პატრიოტის რაკეტების ლიცენზირების შემთხვევაშიც. იდეა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. 31 ივლისს CNBC-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა პოზიცია შეცვალა. კემპ დევიდში კაბინეტის შეხვედრისას დონალდ ტრამპმა პატრიოტის ტექნოლოგია რთულად გასაცემად მოიხსენია. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის ლიცენზირების გარიგებებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ისინი, ვინც ლიცენზიას ირებენ, ერთ დღეს შენ წინააღმდეგ შემოbrunდრენ. დონალდ ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები პატრიოტის ლიცენზიებზე საუბარს კვლავ აგრძელებენ. თუმცა უნდა დავსვათ კითხვა. რატომ გააკეთა დონალდ ტრამპმა ლიცენზირების შესახებ განცხადება საერთოდ, როცა დარწმუნებული არ იყო, რომ ამას ბოლომდე მიიყვან? ცდილობდა თუ არა ქულების მოპოვებას. დონალდ ტრამპის პატრიოტების შესახებ დიდი განცხადება ანკარაში, ნატოს სამიტზე გაკეთდა და შესაძლებელია მას სურდა ამ ღონისძიებაზე მედიის ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა. დონალდ ტრამპმა კვლევა არ ჩაატარა. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ Raytheon-თან ან Lockheed Martin-თან ამ გარიგებაზე არ უსაუბრია, მაგრამ ორივე კომპანია როგორც ჩანს თანახმა იყო. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ სიტყვების აშკარა თავდაჯერებულობა ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ პატრიოტები აწარმოოთ, ასე რომ ვეღარ იჩივლებთ, რომ საკმარის არ გაძლევთ. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გაურკვევლობით შეიცვალა. უკრაინა იმედგაცრუებული იქნება, მაგრამ
რეალურად ეს ლიცენზირების შეთანხმებები უკრაინის დაუყოვნებელი ბალისტიკური რაკეტების გამოწვევებს ვერ აგვარებს. მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება და უფრო სავარაუდოა წლები, რომ წარმოების ხაზები როგორც პატრიოტის, ასევე ასტევის რაკეტებისთვის შეიქმნებისთვის შეიქმნას. უკრაინა ასევე ცდილობს თავად მოაგვაროს ეს პრობლემა. ის მუშაობს ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემაზე, რომელსაც კოდური სახელწოდება Prey აქვს, თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. მაგრამ ისევ დრო არის პრობლემა. Ukrainform მიუძღება, რომ უკრაინა არ ელოდება ამ ახალი სისტემის პროტოტიპის მზადყოფნას 2027 წლის შუა პერიოდამდე. რაც რუსეთს აძლევს დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით ზიანის მიყენების შესაძლებლობას. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც უკრაინას ამჟამად ეხმარება, არის მეტი ანტიბალისტიკური გადამჭრელი რაკეტების შეძენა იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც უკვე აქვს. ეს არის უკრაინის ერთადერთი რეალური პრობლემა. ყველა ის საფუძვლიანი სამუშაო, რომელიც ასე კარგად ემსახურება მის დრონების ჩამოგდების სტრატეგიას, ასევე სარგებელს აძლევს მის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებსაც. ყველაფერი მარაგებზეა დამოკიდებული. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჩამომგდები რაკეტები, რომ რუსული თავდასხმები აღკვეთოს. Chatham House-ის სხვა გამოსავლებს სთავაზობს. პროექტ Sky Shield-ის გაფართოება დახმარებას გაუწევდა. ეს ბრძოლაში ჩართავდა 120 ევროპულ საბრძოლო თვითმფრინავს, რომელთა ერთადერთი პასუხისმგებლობა იქნებოდა რაკეტების ჩამოგდება დასავლეთ უკრაინის თავზე. ეს დაფარავდა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30%-ს, მაგრამ ამას ახლავს სირთულე, რომ პუტინი ამას ესკალაციად გამოაცხადებს, თუ ეს მოხდება. უფრო მეტი შეტევით იერაღის მიწოდებაც, მაგალითად გერმანიის ტაურუსის რაკეტები, ასევე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი. აქ იდეა ისაა, რომ რუსეთი შეაკავონ იმავე სიმკაცრით საპასუხო დარტყმებით, როცა ის რაკეტებით თაკეტებით თავს ესხმის. მაგრამ ისევ, მარაგები პრობლემაა, ისევე როგორც პოლიტიკური ნება. რომელი გადაწყვეტაც არ უნდა იქნას მიღებული, ის მალე უნდა განხორციელდეს. უკრაინის მომავალი შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, 30 ივლისი შეიძლება უკრაინისთვის დიდ წარმატებად ჩაითვალოს. რუსეთის ბალისტიკური რაკეტების სტრატეგია კვლავ ძალაშია, თუმცა მისი გრძელდისტანციური დამთმელი დრონების სტრატეგია იშლება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მათთვის უბრალოდ ძალიან ძლიერია. და იმ გაუმჯობესებებით, რაც ჩვენ აღვნიშნეთ ჩამომგდებ დრონებში, რუსეთს არც კი დაეხმარება შაჰიდის დრონებში უფრო ძვიად ღირებულ რეაქტიულ ტექნოლოგიაზე გადასულ. ციფრები ყველაფერს ამბობს. არა მხოლოდ 30 ივლისს ჭურვების 93%-ის ჩამოგდება, არამედ 445,000-ზე მეტი რუსული საჰაერო სამიზნის განადგურება ომის დაწყებიდან. რუსეთიც უკვე გრძნობს ამ ზეწოლას. რუსეთს უწევს უფრო მეტი შაჰიდის დრონის წარმოება, თანაც უფრო სწრაფად ვიდრე ოდესმე, მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინას ფეხი აუწყოს. ჩვენ ვიხილეთ ამ ზეწოლის შედეგი აპრილში, როდესაც გავრცელდა კადრები, სადაც შაჰიდის დრონები ფაქტობრივად იშლებოდნენ, სანამ მათ ინტერსეპტორები ჩამოაგდებდნენ. პანელები დახეულია, ფრთების ბოლოები მოღუნული და დაჭმუჭნულია. ერთ შემთხვევაში დრონს მთლიანად აკლია ცხვირის საფარი. უკრაინის შესაძლებლობა ჩაჭრას დრონები ზეწოლას ახდენს რუსეთის წარმოებაზე. ეს არის მთელი აზრი. აიძულო რუსეთს სწრაფად დახარჯოს თავისი დარტყმითი დრონები მინიმალური შედეგებით და პუტინი კიდევ უფრო სწრაფად დაავალებს უფრო მეტ საფრომეთის წარმოებას. მალე უკრაინას შეიძლება აღარც კი დასჭირდეს ჩაჭრა. შაჰიდები თვითონვე დაიწყებენ ციდან ვარდნას. ეხლა უკრაინას მხოლოდ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის საწინააღმდეგო საშუალება სჭირდება და ის ერთადერთი, რაც რუსეთს ჯერ კიდევ გამოსდის, აღარ იარსებებს. ვლადიმირ პუტინი შეიძლება ბედნიერი იყოს, რომ უკრაინასთან მაინც ერთი უპირატესობა აქვს. არ უნდა იყოს. საბოლოოდ რუსეთის საჰაერო თავდაცვა მაინც კარგად ვერ მუშაობს. უკრაინამ ეს უზრუნველყო. მან რუსეთის საჰაერო თავდაცვაში ტროჯანული ცხენი შეაპარა და შედეგიც რა თქმა უნდა დანარჩენს ჩვენს ვიდეოში ნახავთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, ალ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინებების ჩართვა სამხედრო შოუსთვის, რადგან ჩვენ ვაშუქებთ უკრაინის ომის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. მადლობთ ყურებისთვის.